გამარჯობათ. ეხლა მე აი ამ ვიდეოში მინდა განახოთ თუ როგორ ხმარობთ ჩვენ პლეისერ უჯრებს. ეს არის 6-ჯგირიანი პლეისერი, ეს არის 1-ჯგირიანი პლეისერი. მოკლედ ყარადა დივაიდერში პირდაპირ შეგვიძლია წამოვიღოთ წავალოთ ეს ხელი ამ უჯრას. აი აქ ჩავშალთ. ეს არის ახლა შიგჩამჯდარი უჯრები, შიგჩაჯდა, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ ეს გაუსწორდეს ფასადებს, აი ამ ფასადს, რომელიც კარადაზე არის უკვე დამონტაჟებული, ესე იგი დავაწყაპუნებთ ამ უჯრაზე და აქ გვაქვს ტიპი იაშიკი, ანუ იაშიკის ტიპი როგორი არის, ეს არის ჩასმული და ზევიდან დასმული ნაკლებნოი, ხო? აი ესე დავაწექით და ამოიწია ზევით. ეხლა ჩვენ დავაწყაპუნებთ ისევ ამ იაშიკს, შევდივართ იაშიკში. და აქ გვაქვს, აი ნახეთ ეს 20 ტუპები გაკეთებული გვაქვს ჩვენ როგორც კარებებზე, ალბათ თქვენ ნახეთ ეგა და გვაქვს გაკეთებული ნებისმიერ ფასადზე. 20 ტუპ სლევა და აქ არის კლადნოი, ნაკლადნოი და პოლუნაკლადნოი, ანუ ჩასმული, ნახევრად გადმომჯდარი და მთლიანად გადამჯდარი. ანუ ასეთ შემთხვევაში უნდა დავაწვეთ მთლიანად გადამჯდარს და ნახეთ აი ეს როგორ წამოვიდა მარცხნივ. იგივე უნდა გავაკეთოთ მარჯვენა მხარესაც, რომ გაუსწორდეს იმ ფასადს. 20 ტუპს პრავა, ნაკლადნოის დავაწვევით. 20 ტუპ სნიზუ, ნაკლადნოის დავაწვევით და 20 ტუპ სვერხუ პოლუნაკლადნოის. აბატონო, აი ესე გაუსწორდა ეს ფასადები ზაზორებით სტანდარტულად არის, როგორც არის მიღებული, თუმცა მე თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ უჯრაში, კარებებში და რანაირადაც გინდათ ეს დაშორებები ფასადების ერთმანეთთან ზაზორს ასაც ვდახით ისე გაასწოროთ. ეხლა აქ ნახეთ რომ უჯრები გამოწეულია ძალიან წინ, ხო? ნუ ეს იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ აქ 650 გავხადოთ ჩვენი კარადა, მაგრამ ეხლა გამოვარო ძალიან შევიდა შიგნით უჯრა. ხო, ნუ ეხლა ჩვენ რომ უჯრას დავაწვეთ, აი ესე და ნუ არ მინდა აქ 6-ჯგირიანი, მინდა რომ იყოს 2-ჯგირიანი, ხო? შევდივართ იაშიკში და გვაქვს იაშიკების რაოდენობა, კარიჩესტვა იაშიკავ. დავაწყაპუნებთ აი აქ და გამოვიტანს იაშიკს. აი ესე რამდენი მინდა 3-იანი, 4-იანი, 5-იანი, 5-ჯგირიანი, 7-იანი თუ 8-იანი. ნუ ეს მაქსიმალური 8 უჯრა შეგიძლიათ აირჩიოთ. და გვინდა 2-ჯგირიანი. ეხლა ამ წუთში გვაქვს 3-ჯგირიანი, მაგრამ 2-ჯგირიანი გვინდა, ვაწვევით 2 უჯრას და გადავყავართ აი აქეთ. სადაც რა გვაქვს? ეს არის ზაზოლი ვერტიკალური, მილიმეტრ ნახევარია. ეს სტანდარტულად არის გაკეთებული ყველაზე კარებებზეც და ყველაფერზეც, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს გავზარდოთ. საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა, ჩაწეროთ აქ რაც გნებავთ. ეხლა აქ არის კიდევ ფასადის დაპატარავება, ხო? 2-ჯგირიანი როცა მექნება ფასადი, შემიძლია 30 მილიმეტრით დავაპატარავო, თუ მჭირდება ფასადის დაპატარავება. და აი აქაც 30 მილიმეტრით დავაპატარავო ფასადი. მერე გადავდივართ იაშიკში და აქ რა არის? აქ არის პოზიცია იაშიკა, ხო? და აი იაშიკის სიმაღლე თვითონ. ანუ შეგვიძლია აქ ამას ჩაუწეროთ 200, აქ ჩავწეროთ, მოდი ვთქვათ 300 მივიღებთ. და უთხრათ ოკეი. აბატონო. და უკან შევხედოთ რა მივიღეთ. ოჰოჰო, ეს ჩვენი იაშიკები ძალიან მაღალი გამოგვივიდა და. კარგით, ისევ შევდივართ იაშიკში. აი აქ შევდივართ ისევ. და 300-ის გადავდივართ აქ და მოდი აქ გავაკეთოთ 1800, 180-ში უფრო სწორად და აქ გავაკეთოთ 250. მაინც მაღალი არის. ხო, ბატონო.
200 გავაკეთოთ, აბა. აჰა. ნუ ეს ახლა მე რა თქმა უნდა გაჩვენეთ თქვენ რა ოფციებია და როგორ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გამოიყენოთ. ახლა იაშიკში რაც შეეხებათ აქ არის სპერეძი და ზაძი. შეგიძლიათ მეორე მხრიდან დააყენოთ, დაუშვათ, აქედან მოათრიალოთ ეს, აქედან დააყენოთ, აქედან ესეც არის ეგეთი. თუ ჭირდებათ არის ეგეთი ოფცია და სპერეძი, ზაძი, ანუ აქედანაც გექნებათ იაშიკი, იქიდანაც. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აი ნახეთ ამას რომ დავაწევთ ორივე მხრიდან გვაქვს ფასადი და ეს მაგას ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ გაქვთ ან ბარნი სტოიკა ან რაღაცა და ორივე მხრიდან რაღაცის გაკეთება გინდათ, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ნუ ყოველ შემთხვევაში არის ამის საშუალება. მოდით ეს აღარ გვინდა, გავთიშოთ და დავაყენოთ სპერეძი და დარჩა ეს სპერეძი. იბატონო, ეს არის F-ი არის ფასადთან დაკავშირებული, ეს ყველაფერი არის აქ, რაც ფასად შეეხება, ამას მე ვნახავთ ფასადებთან დაკავშირებით რა ხდება და ეს არის იაშიკი. ტიპი იაშიკა. ახლა ვთქვათ იაშიკის მატერიალა, ხო? ეს არის მასალისგან დამზადებული. სისტემნი იაშიკი. მოდი ნახოთ რას ნიშნავს სისტემნი იაშიკზე, როგორც კი გადავედი, მაშინვე შეცვალა. იმიტომ რომ ახალი იმაზე გადავედით და ეს რა არის? ჯერ მოდი ისევ ჩვენ მოკლედ შევიდეთ იაშიკში და ავირჩიოთ ისევ რაოდენობა 2 და უთხრათ სუბმით, ბატონო, აი ესე დარჩა. ჩვენ შეგვიძლია ფასადში შევიდეთ მაგალითად ასეთ შემთხვევაში წარში მოდელ ფასადა ავირჩიოთ, თუნდაც აი ესეთი, ნახეთ. ასეთი მოფრეზილი ფასადი ავირჩიეთ, კი ბატონო. და იაშიკში რო შევდივართ, აქ გვაქვს აქ გვაქვს ჩვენ ესეთი რამ. ნახეთ. თუნდაც აქ შეგიძლიათ ესეთი რამ გააკეთოთ, რომ იაშიკში მოდით აქ შევიდეთ, ერთი რამ მინდა განახოთ კიდე გვაქვს ჩვენ პოზიციონ. აი ასე და იაშიკის მოდი ვთქვათ, რომ ეს აიწიოს ამდენით 20 მმ-ით ზევით. ნახეთ, როგორ აიწია ზევით, ფასადი დარჩა თავის ადგილას. აი ესე, მაგალითად. შეგიძლიათ ეგეთი რამაც გააკეთოთ. ეხლა სისტემნი იაშიკი რა კი ავიჩეთ, მოდი შევიდეთ იმაში რა ქვიან აგერ არის იაშიკი რანაირი ყავს. ეს არის სალიჩი. ანუ შეგვიძლია ავიჩვით აი ესეთი, ნახეთ, თუ გნებავთ, მაგრამ მოდით ეს რო შევცვალეთ ჩვენ. მოდით აქ გავაკეთებ ესე და მე ამას ესე. ხო? აი ხა აქ შევალ. ესე გავაკეთებ. ესე ნახეთ ქვევითა შევცვალე. ზევითას როცა ცვლით, ორივე იცვლება რა. ზევითას რო დააწვევით, სულ ყველას გიცვლის, მაგრამ როდესაც ზევითას აღარ აწვევით და ქვევითას აწვევით, უკვე მარტო ქვევითა დააყენა ეს როგორც უნდა და ისეთი. აი ნახეთ. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ეს იყო სალიჩე, მაგალითად GTV-ს პროდუქციაც გაგვაჩნია შიგნით, აგერ არის ესეთი ვარიანტი GTV-ს, რომ გააღვთ. აი ნახოთ როგორ იღება GTV. არით დავკეთოთ და ვნახოთ მულტიპლიკაციაში როგორ გამოდის ეს ყველაფერი. აბატონო. აჰა. კარგით, ახლა GTV-ს მაგივრად ავირჩიოთ. Bloom tandem box-ი არის. სწორედ ესეთი Bloom-პად მოიკუარი, არ გვინდა. Bloom tandem box, ხო?
მოდი ნახოთ აი ეს. ეს ესეთი ვარიანტი, ალბათ. ხო, სიგრძე აგვინდოდა ბლუმის 400-იანი, 500-იანი. ეს 500-იანი არის ბლუმის, მაგრამ მოდი ავირჩიოთ 600-იანი. აჰა. 600-იანი. ეს ქვევით აირჩია 600-იანი. და ზევით გვინდა 600-იანი, ოღონდ გვინდა აი ესეთი. მილოდა. და ქვევითაც შეცვალა, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ქვევით შევცვალოთ 600-იანი, ოღონდ აი ესეთი. აი, შუშიანი ჩავს. ნახეთ, შეგიძლია თქვით შუშიანი ჩასვათ და ზევით აი ესეთი. მე მგონი აქ ყველაფერი გასაგებია რა როგორ მუშაობს. ერთადერთი ის მინდა გითხრათ, რომ როდესაც თქვენ ირჩევთ ნებისმიერ ფურნიტურას, აი ეს ფურნიტურა სად უნდა დამაგრდეს, როგორ უნდა დამაგრდეს, რა თქმა უნდა პროგრამა იძლევა პროგრამული ჩარხისთვის, სამხრეთი ჩარხისთვის კოორდინატებს და ეს სამხრეთი ჩარხი აი ამ ადგილებს, სადაც ეს უნდა დაშორებდეს, აუცილებლად მონიშნავს. და თქვენ ძებნა აღარ მოგიწევთ, გადაანგარიშება არ მოგიწევთ, სად დააყენოთ, როგორ დააყენოთ და ასე შემდეგ ეს სალასკები. და იქ ფასადზე როგორ ფასადზეც ყველაფერი მონიშნული იქნება და დახრეტილი და გამზადებული იქნება და აი აქაც და თქვენ პირდაპირ აწყობთ მაგას, აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზე თუ სად რა როგორ და რანაირად უნდა დამაგრდეს. ეხლა რაც შეეხება მე მინდა განახოთ მოდი ჩვენ ახლა გავხსნი ამ კარებს, ფასადს. აი ესე. და აქ მინდა ჩავშალოთ იაშიკი ერთ უჯრიანი. დავუშვათ, მოდი ვთქვათ, რომ აი აქ მინდა რომ ჩავსო. აი ეს. აბატონ. ხო? ნუ, ცოტა ჩამოვთიოთ დაბლა, იმიტომ რომ პეტლს ახლა ჯახება და ახლა პეტლის აწოდაწევა რო დავიწყოთ ზევით ხვევით. ჩამოვწევდი მე მაგალითად დაბლა მაგ აი ესე shift-ის და აი ამ პლანერილაკის მეშვეობით ოპა აბატონო ესე ჩამოვწიე დაბლა კი ბატონო იგივე ვარიანტი აქაც დააწყაპუნებთ იაშიქს ხო შეგიძლიათ რა ვიცი იაშიქში რო შეხვალთ დაწინათ გააკეთოთ ეხლა აქ უნდა იყოს რა თქმა უნდა შიგჩამჟარი იაშიკი რატომ იმიტომ რომ კარები იკეთება და ფასადი იაშიკის შიგნით უნდა იყოს მაგრამ თუ კარები არ გექნებათ მაშინ შეგიძლიათ ესეც ზევიდან გადამჟარი გააკეთოთ თუ გნებოთ რა თქმა უნდა ერთმანეთზე იქნება დამოკიდებული დანარჩენი ამ იაშიკთან დაკავშირებითაც იგივე არის შეგიძლიათ ეს მეორე იაშიკიც დაუშვათ გამოიძახოთ და სადაც გინდათ იქ ჩასვათ ეს მეორეც თუნდაც აი ესეთ ნაირად აბატონ აქ რა კონფიგურაციაც გინდა არჩიოთ აქ რა ნუ ნახეთ სალასკები როგორც აქ ირჩევა ანუ სავლელები გინდა ბლუმს აირჩევთ გინდა სალიჩეს გინდა GTV-ს აქაც იგივე არის პრაქტიკულად ყველაფერი რა რაც აი ამ მეორე და იაშიკში მოგლედ ამით ამ ვიდეოს მე ვამთავრებ და მინდა დაგემშვიდობოთ აი მივიღეთ აი ესეთი ხუთი სადაც აი ნახეთ გაქვთ აი ესეთი იაშიკები ამით ამ ვიდეოს ვამთავრებ და მინდა დაგემშვიდობოთ და გითხრათ დიდი მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის